შეიძლება კი ბატონო, უპირველეს ყოვლისა ტრადიციისამებრ მინდა მოგესალმოთ. მადლობა უთხრა Prime Time-ის პრეს კლუბს მოწვევისათვის და თუ ნებას მომცემთ, სანამ თქვენ გექნებათ კითხვები, რამოდენიმე თემასთან დაკავშირებით მე შევაჩერო ყურადღება. უპირველეს ყოვლისა მინდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ გარკვეული ყურადღება გავამახვილო ჩვენ თანამოქალაქეების ყურადღება მივაპყრო იმ საკითხს, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში გარკვეულწილად ჩემთან ასოცირდა, ეს არის ამომრჩეველთა სია. როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით ერთი კვირის წინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამოქალაქო რეესტრიდან მიღებული ასე ვთქვათ, მასალის თუ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოაყალიბა და გამოაქვეყნა ამომრჩეველთა ერთიანი სია 2013 წლის არჩევნებისათვის. ამ უახლესი მონაცემებით ამომრჩეველთა ერთიანი სია საპრეზიდენტო არჩევნებისათვის არის 3.527.000, ნუ ცოტა მეტი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ანუ მაშინ, როდესაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია ადგენდა სიებს, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3.513.000. ანუ 3.527.000 ახლა, 3.613.000 ერთი წლის წინ. განსხვავება 76.000-ია კლება ამ ძირითად ნაწილში სიისა წინა წელთან შედარებით. 76.000. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ჩვენ სია, ასე ვთქვათ, შევქმნით და ჩამოვაყალიბეთ, გამოვყავით ამ სიიდან ორი მნიშვნელოვანი კატეგორია. პირველი, ეს იყო ეგრეთ წოდებული რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი ამომრჩეველი, რომელიც დავტოვეთ სიაში, მაგრამ ცალკე სიად გამოვყავით და ყველა უბანზე იდგა სპეციალური მაგიდა, სადაც ამ უბანში მცხოვრები რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი ამომრჩეველი იყო კონცენტრირებული და ეს მაგიდა და ეს სია იყო განსაკუთრებული დაკვირვების ობიექტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ერთი და მეორე, ჩვენ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან ერთად სპეციალური მინაწერი არის საზღვარგარეთ გაუკეთეთ კიდევ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ მათი საზღვარგარეთ ყოფნის თაობაზე ინფორმაცია მოვიპოვეთ კარდაკარის მეთოდით მათი ოჯახის წევრებისგან ან მათსავე მისამართზე რეგისტრირებული სხვა ამომრჩევლებისგან. აი ეს ორი, ასე ვთქვათ, კატეგორია გამოვყავით ერთიან სიაში შესაბამისი აღნიშვნით და სიის ცალკე გატანით. დღეს რა მდგომარეობა გვაქვს? დღეს ერთიანი სია, როგორც გითხარით, არის 3.527.000, მაგრამ ეს ორი კატეგორია გამოიყურება შემდეგნაირად. რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი 98.000 ამომრჩეველი დღევანდელმა ხელისუფლებამ საერთოდ ამოიღო ამომრჩეველთა სიიდან. ანუ 3.527.000 არ არის 98.000 რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი ამომრჩეველი. თუ 3.527.000, რომელიც გამოქვეყნდა, დავამატებთ 98.000 რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილს, რომელიც ჩვენ სიაში გვყავდა უგონ გამოცალკევებულად, ჯამურად ეს რიცხვი არის 3.625.000. ანუ 22.000-ით მეტი, ვიდრე ერთი წლის წინ იყო ამომრჩეველთა ერთიანი სია. აუცილებლად მინდა გავამახვილო ყურადღება, ვინ არის ეს რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი ამომრჩეველი, რა კატეგორიაა, როგორც ასეთი. ჯერ ეს ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ეს კატეგორია ამ ერთ წელიწადში არ გაჩენილა. ეს კატეგორია გაჩნდა 2 წლის წინ, როდესაც წინა ხელისუფლების იუსტიციის მინისტრმა ბატონმა ადეიშვილმა ეს კატეგორია ორი მოწმის საფუძველზე, ასე ვთქვათ, გააჩინა, რომ ორი მოწმის საფუძველზე კონკრეტული პიროვნება რეგისტრაციის მისამართიდან იხსნებოდა და რა კატეგორია იყო ეს ადამიანები. ძირითადში ეს ადამიანები იყვნენ
ადამიანები, რომლებმაც ბანკის კრედიტების გამო თუ იპოთეკური დატვირთვით და პრობლემების გამო დაკარგეს საკუთარი რეალური საცხოვრისი, თუმცა ისინი ფორმალურად რჩებოდნენ რეგისტრირებული თავის ძველ მისამართზე და ეს კატეგორია გამოიყო ცალკე როგორც რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი და შემდეგ უკვე წინა იუსტიციის მინისტრის შიდა განკარგულებით თუ შიდა ბრძანებით ეს ადამიანები უნდა ამოღებულიყვნენ ამომრჩეველთა სიიდან. მე მგონი თავად მიხვდებით რა კატეგორიაა ეს ადამიანების. ეს არის უკიდურესად ხელისუფლებაზე გაბრაზებული ადამიანები. უბრალოდ ხელისუფლებაზე უკიდურესად გაბრაზებული ადამიანები, იმიტომ რომ მათ დაკარგეს თავიანთი ქონება ასაჭირის გამო, კრედიტის აღების გამო, შემდეგ ვერგასტუმრების გამო და ასე შემდეგ. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ეს კატეგორია არის საპროტესტო ელექტორატი ხელისუფლებასთან მიმართებაში. ამიტომ წინა ხელისუფლების იუსტიციის მინისტრმა ასეთი კატეგორია ადამიანებისა 190,000 დაუკვირდით 190,000 სიიდან ამოიღო და ითხოვდა რომ ისინი სიაში არ დაბრუნებულიყვნენ. როდესაც მე გახდით სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ხელმძღვანელი, კატეგორიულად დავაყენე საკითხი, რომ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყვნენ სიაში, იმიტომ რომ ისინი იყვნენ რეალური ამომრჩევლები და გავიტანე ეს მოთხოვნა, თუმცა ეს სია ცალკე გამოვყავი, როგორც უკვე გითხარით და განსაკუთრებული დაკვირვების ობიექტად ვაქციე. დღეს ეს 190,000, რომლის ამოღებასაც მთხოვდა მაშინ ოპოზიციის ნაწილი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი, დღეს ეს 190,000 ამომრჩეველი დაყვანილია 98,000-მდე. საიდან? იქიდან რომ მათ ახალი რეგისტრაცია გაიარეს, ან ნათესავთან, ან მეგობართან, ან ახალ საცხოვრის ადგილზე და ასე შემდეგ. ანუ აღმოჩნდა რომ 190,000-დან რომლის ამოღებასაც მე მთხოვდნენ დაახლოებით 90,000 ყოფილა რეალური ამომრჩეველი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ხელახალ რეგისტრაციას ვერ გაივლიდნენ, ხო? ანუ ეს 190-დან 98-მდე ვერ შემცირდებოდა. ანუ როგორც მინიმუმ უკვე დაფიქსირდა ერთ წელიწადში, რომ 90,000 ადამიანი რეალური ამომრჩეველი ყოფილა და მე ის არ უნდა ამომეღო სიიდან, ასეც მოვიქეცი და ეს ერთმა წელიწადმა უკვე გვაჩვენა. ეხლანდელი 98,000-დან მაღალი ალბათობით, რა თქმა უნდა, ისევ არიან რეალური ამომრჩევლები. შეიძლება რაღაც ნაწილი იყოს საზღვარგარეთ გასული, მაგრამ ძირითადში ისინი არიან რეალური ამომრჩეველი და ეს ამომრჩეველი დღევანდელი გადაწყვეტილებით მოწყდა ამომრჩეველთა ერთიან სიას, ანუ 98,000 რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილს, ხელისუფლებაზე ისევ გაბრაზებულს და ისევ საპროტესტოს და იცით თქვენ ახლა იპოთეკართა ბუმი როგორ არის, ჩამოერთვა ამორჩევლის ხმის უფლება. რატომ? იმიტომ რომ ისინი კვლავ ხელისუფლებაზე არიან გაბრაზებული. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ის ძველი ხელისუფლება იყო თუ ახალი ხელისუფლება იყო. ახალ ხელისუფლებაზეც და შეიძლება ცოტა მეტადაც არიან გაბრაზებულები, რომ ვერ უშველა მათ პრობლემას. ამიტომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული და 98,000 ადამიანი ამოღებული იქნა სიიდან, საიდანაც დაახლოებით 90% არის თბილისის მოსახლეობა. 80-90% არის თბილისის მოსახლეობა. მოგახსენე. იბატონო. ანუ შემიძლია ვთქვა ის, რომ ერთის მხრივ 98,000 საქართველოს მოქალაქეს ჩამოერთვა ხმის უფლება, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ, ეს იქნება პრობლემა არჩევნების დღეს, პროტესტ თქვენ ნახავთ არჩევნების დღეს. თქვენ წარმოიდგინეთ ეს რა კატეგორიაა ადამიანებისა თავისი სოციალური მდგომარეობით, თავისი გაჭირვებით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, სატელევიზიო რეკლამები გადიოდა და ამბობდნენ, რომ 10 ოქტომბრამდე დარეგისტრირდით ახალ მისამართზე. მე გეკითხებით თქვენ და ვეკითხებით ჩვენს ტელემაყურებელს. რომელ მისამართზე უნდა დარეგისტრირდეს ეს ხალხი? მათ ბინები არა აქვთ. ისინი ამ მდგმურად არიან, ან რაღაც გირით არიან,
ან ნათესავთან არიან და ვინ მიცემს მათ იმის უფლებას, რომ ისინი ახალ მისამართზე დარეგისტრირდნენ და მერე ბინის მეპატრონე მიხადოს მათი ნაგვის გადასახადი, წყლის გადასახადი, რომელიც სულადობით არის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ისინი ამას ვერ მოძებნიდნენ. ანუ ეს იყო კულტურული უარი რეალურად საარჩევნო ხმის, ასე ვთქვათ, შენარჩუნების ამათთვის, ხოლო რეალური მიზეზი გახდათ ის, რომ საპროტესტო ელექტორატის 98,000 გაწეულ იქნა ამორჩეველთა სიიდან. ანუ 2013 წლის ამორჩეველთა სია, მე რიცხვებით გელაპარაკებით, ოფიციალური რიცხვებით გელაპარაკებით, 2013 წლის ამორჩეველთა სია, ოფიციალურად გამოქვეყნებული 3,527,000 დამატებული რეგისტრაციის მისამართიდან არასწორად მოხსნილი და შემდეგ არასწორად სიიდან ამოღებული 98,000 22,000-ით აჭარბებს წლევანდელი სია ამათი ჯამი, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. და მეორე, ეგრეთ წოდებული საზღვარგარეთ გასულები, ანუ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფები. 2012 წელს საკონსულო აღრიცხვაზე იყო 45,000 ადამიანი. მაგრამ დამატებით კიდევ 260,000 ადამიანს ჩვენ მივაწერეთ არის საზღვარგარეთ და ეს ინფორმაცია მოვკრიბეთ კარდაკარის დროს. ანუ ჯამურად ეს იყო 305,000, რომელიც ფიქსირდებოდა, რომ არის საზღვარგარეთ. ზოგი საკონსულო აღრიცხვის მეშვეობით, ზოგი საზღვრის კვეთით, ზოგი კარდაკარის მეშვეობით და ასე შემდეგ. როგორია მდგომარეობა 2013 წელს ამ თვალსაზრისით. საკონსულო აღრიცხვაზე არის 48,000 ამომრჩეველი. მინაწერი არის საზღვარგარეთ, აქვს 0 ამომრჩეველს. ანუ დღევანდელ დღეს საზღვარგარეთი რომ უფიქსირდება ოფიციალურად სიაში, ასეთი არის 48,000, ხოლო 2012 წელს ასეთი იყო 305,000. განსხვავება ამ ორ რიცხვს შორის არის 257,000. ანუ 257,000-ით შემცირდა აღიარება საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებისა წინა წელთან შედარებით. ეს არის ორი კატეგორია, რომელიც მე თქვენ გითხარით, რა პროგრეს-რეგრესი გვაქვს ამ თვალსაზრისით, ეს განსაჯოს ჩვენმა ტელემაყურებელმა, ანუ ერთის მხრივ არის 22,000-იანი ზრდა საერთო სიისა და მეორეს მხრივ არის 257,000-იანი კლება საზღვარგარეთ გასულების ლეგალიზაციისა, თუ შეიძლება ასე ითქვას. მე არ ვაკეთებ შეფასებას. მე ვსვავ ერთ რიტორიკულ კითხვას. სად არიან ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები თუ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც 2012 წელს ამბობდნენ, რომ სიები გაბერილიაო. დღეს სად არიან, როცა სია გაიზარდა 22,000. სად არიან ეს ორგანიზაციები, რომლებიც ერთი წლის წინ ამბობდნენ, რომ 1,200,000 ქართველი არის საზღვარგარეთო და დღეს ეს ყველაფერი დაფიქსირდა 48,000-ზე, როცა წინაჯერზე იყო 305,000. რა თქმა უნდა, ისინი ისევ ჩვენს გვერდით არიან. შეიძლება ზოგი რკინიგზაში იყოს, ზოგი საქართველოს პოსტაში, მაგრამ ამ თვალსაზრისით ხმას არ იღებენ, როგორც ასეთი და სიტუაცია არის ესეთი მიჩუმათებული, როგორც ჩანს და პროტესტები ნაკლებად ისმის. აქედან გამომდინარე, მე მარტივად ერთი რამ მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, სია არ იყო იდეალური 2012-ში, ვერ იქნება იდეალური 2013-შიც და ის ყველაფერი, რაც ხდებოდა ერთი წლის წინ ამორჩეველთა სიასთან მიმართებაში, ეს იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, ასე ვთქვათ, ანტიპიარი, რომელმაც გარკვეული მცირედი როლი შეასრულა დისკრედიტაციის თვალსაზრისით და აკი მათ მესვეურებს, ვინც ამ კამპანიას აწარმოებდა, დაუფასდათ კიდეც მათი კარიერული წინსვლის თვალსაზრისით. ამიტომ მე ისევ ვიმეორებ, რომ სია გასაჯანსაღებელია, კარგია რომ ბიომეტრიული პარამეტრებით სიის შექმნაზე თანხმობა განაცხადა ამ ხელისუფლებამ და ვიმედოვნებ, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ეს პრობლემა უფრო საფუძვლიანად გამოსწორდება, მაგრამ მე გამომაქვს სამსჯავროზე არჩევნებამდე 3 დღით ადრე
თემა, რომელიც თავის დროზე იყო განსაკუთრებულად პოლიტიკურად ანგაჟირებული და დღეს ეს თემა თითქოს არ არსებობს როგორც ასეთი. რაც შეეხება ზოგადად ასე ვთქვათ საარჩევნო გარემოს, ეს მეორე თემა უნებას მომცემთ. თქვენ იცით რომ ახალმა მემარჯვენეებმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ჩვენ არც საკუთარი კანდიდატი ყავს წარდგენილი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის და არც კორპორატიულად დაგვიჭერია რომელიმე არსებული კანდიდატისათვის მხარი. ამას თავის არგუმენტები ქონდა, მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ეს არგუმენტები მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 2 თვე ნახევრის წინ პირველად სწორედ აქ პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში ჩვენ მე პირადად ეს თემა გავაჟღერე როგორც ახალი მემარჯვენეების ხედვა და ვთქვი მაშინვე რომ შეიძლება ეს თემა დღეს პოპულარული არ იყოს, მაგრამ დღესვე ვამბობ მეთქი. პირველი მიგვაჩნია რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს იმიჯისათვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, ჩატარდეს ობიექტურად, ჩატარდეს ნაკლები პრობლემით და ამან დადებითი, ასე ვთქვათ, გავლენა მოახდინოს ქვეყნის იმიჯზე, იმიტომ რომ ერთხელ ჩატარებული ნორმალური არჩევნები, რაც 1 ოქტომბერს იყო გასულ წელს, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიმკვიდროს როგორც ცივილიზებულმა ქვეყანამ საარჩევნო კუთხითაც, როგორც ასეთი. ამიტომ ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ ახალი მემარჯვენეები ვიღებდით ყველა შეხვედრებში მონაწილეობას კანდიდატის არარსებობის მიუხედავად. ეს იყო უწყებათა შორისი კომისია, ეს იყო ინტერფრაქციული ჯგუფი, ეს იყო CSKOS-თან აირაი CSKOS ერთობლივი ღონისძიებები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენთვის არ არის სულ ერთი კანდიდატის არარსებობის მიუხედავად თავად არჩევნების ჩატარების, ასე ვთქვათ, ნორმალურობა, სიჯანსაღე და აქედან გამომდინარე მისი გავლენა ქვეყნის იმიჯზე. ეს ერთი. მეორე. რაც შეეხება თავად, ასე ვთქვათ, პრეზიდენტის საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა არ წარდგენის თემას, აქ ჩვენ გქონდა შემდეგი ღია არგუმენტები, რომ პირველი გასული საპარლამენტო არჩევნების ფონზე გარკვეულწილად და მნიშვნელოვანწილად შენარჩუნდა ეგრეთ წოდებული ორპოლუსიანი პოლიტიკა და 2013 წლის არჩევნებს ჩვენ მაინც დავარქვით როგორც ერთგვარი გაგრძელება 1 ოქტომბრის არჩევნებისა, მისი პოლუსურობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა გარკვეული სახეცვლილებები მოხდა, მაგრამ რეალურად იგი კონკურენტულ არჩევნებად ვერ ჩაითვლება ამ ორპოლუსიანობის გამო, იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციით პრეზიდენტი მნიშვნელოვანწილად უფლებამოსილებებში შეკვეცილია და აქედან გამომდინარე მისი როლი და ფუნქცია სახელმწიფოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანწილად მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ ის მაინც პრეზიდენტია და ამანაც გარკვეული გავლენა იქონია, ბუნებრივია და რაც მთავარია თემამ, რომ რეალურად რა შედეგი შეიძლება მოყვეს პოლიტიკური თვალსაზრისით ამ არჩევნებს. რეალურად ის, როგორც უკვე გითხარით, იქნება ასე ვთქვათ, გაგრძელება 1 ოქტომბრის არჩევნებისა. ძალიან ბევრი კანდიდატისთვის ეს მაპატიეთ, მაგრამ ოლიმპიადას ემსგავსება, რომ თავარია მონაწილეობა, ოლიმპიადის ის არის, ხო? დევიზი თუ ლოზუნგი თუ რაღაც ამდაგვარი, რომ თავარია მონაწილეობა და კონკურენტულობის თვალსაზრისით ეს არჩევნები ჩვენი აზრით ვერ იქნება, ასე ვთქვათ, ვერ იქნებოდა მიმზიდველი და საინტერესო. მე მესმის აბსოლუტურად ყველა კანდიდატისა, მათიც მესმის, რომ შეიძლება რეიტინგულად არ იზომებოდნენ, არ ძალიან მცირედ იყვნენ, მაგრამ ისინი საუბრობენ, რომ პრეზიდენტი მე გავხდები და ასე შემდეგ. ეს საარჩევნო კამპანიის ნაწილია, მაგრამ რომ ვიტყვიან აღდგომა და ხვალეო 2-3 დღეში ყველაფერი გახდება ბუნებრივია ცნობილი. მე მაშინ გავბედე და პიროვნულად მაშინ 2 თვე ნახევრის წინ პიროვნულად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, ეს არ არის პრობლემა ამის გადასინჯვა და გადამოწმება, რომ ჩემი აზრით მაშინაც და დღესაც მეორე ტურის თემა უბრალოდ ყურით მოთრეული თემაა და ამას აქვს თავისი მიზეზი. ერთის მხრივ ამის მიზეზია რეალური რეიტინგები, თუნდაც დღეს და თუნდაც 2 თვე ნახევრის წინ და მეორე ეს არის
საპრეზიდენტო არჩევნებისადმი მნიშვნელოვნად შემცირებული ინტერესი ჩვენი საზოგადოების მხრიდან ობიექტურად. ანუ აქტივობა ამ არჩევნებზე ვერც კი მიუახლოვდება 2012 წლის აქტივობას საპარლამენტო არჩევნებზე. მაშინ იყო 2.248.000 საერთო მიმსვლელი არჩევნებზე და თქვენ თავად დაინახავთ რა აქტივობა იქნება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ყველაფერმა ამან ჩვენ ასე ვთქვათ მიგვაღებინა ის გადაწყვეტილება, რაც უკვე გითხარით და ასე ვთქვათ მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულების რეჟიმში გადაიყვანა თითოეული ჩვენთაგანი, თითოეული ახალი მემარჯვენე, რომ არჩევნებისადმი მას ჰქონდეს დამოკიდებულება საღი და ჯანსაღი, მაგრამ საკმაოდ ნაკლებ ინტერესიანი ჰქონდეს არჩევანთან დაკავშირებით ამ თვალსაზრისით. და ბოლოს ლოგიკურად გადავდივარ მესამე საკითხზე, აქ უკვე არ მინდა ვიყო ვრცელი, როგორ უყურებთ ასე ვთქვათ პოსტსაარჩევნო სიტუაციას ახალი მემარჯვენეები. პირველი მე ვახსენე ორპოლუსიანობა და ესეთი პოლარიზებული არჩევნები 2012-ში და იგივე 2013-ში. საქმე ის გახლავთ, რომ ორივე პოლუსის თავი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სახელმწიფო პოლიტიკიდან მიდის. რეალურად მოქმედი პოლიტიკიდან მიდის. შეიძლება პოლიტიკაში დარჩნენ, მაგრამ სახელმწიფო უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ისინი არ იქნებიან და შესაბამისად ეს გარკვეულწილად შეამცირებს მათი პოლიტიკური ორგანიზაციების, ასე ვთქვათ, პოლუსურობას. ანუ პირველი, რასაც ველოდებით და რაც არის ერთმნიშვნელოვანი პოზიტივი პოსტსაარჩევნო პერიოდისათვის, ეს გახლავთ შანსი რეალური მრავალპარტიულობის განვითარებისა. იმიტომ რომ ამ ტიპის პოლუსები ესე მექანიკურად არ იქმნება, მას ქმნიან ძირითადში პიროვნებების უკან მდგომი რესურსები და აქედან გამომდინარე ამ პიროვნებების გვერდზე გაწევა, შესაბამისად ამ რესურსების გარკვეულწილად კლება მიცემს საშუალებას ქართულ პოლიტიკას, რომ მასში განვითარდეს რეალური მრავალპარტიულობა, რასაც ახალი მემარჯვენეები ვაფასებთ დადებითად, რისთვისაც ვემზადებოდით ახალი მემარჯვენეები და გარკვეულწილად გავატარეთ ეს საპრეზიდენტო არჩევნები და ბუნებრივია, როგორც კი დამთავრდება და ასე ვთქვათ, გამოქვეყნდება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, ჩვენ მეორე დღიდან ფაქტიურად თუ წინა დღიდან არა, უკვე ვიწყებთ მზადებას მომდევნო პოლიტიკური ცხოვრებისათვის. მომდევნო პოლიტიკურ ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია მოგეხსენებათ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ერთის მხრივ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ დაწყებულია, თუმცა გაიწელა, თუმცა საკმაოდ ისეთი დახურული და არატრანსპარენტული იყო საარჩევნო რეფორმა, მაგრამ ეპირება ახალი ხელისუფლება გარკვეული დოზით საარჩევნო რეფორმას და აქედან გამომდინარე ეს ინტერესს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის კიდევ უფრო ზრდის. მეორე, ეს გახლავთ აქტივობა 2014 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, იგივე სიებთან დაკავშირებით და მე გითხარით, რომ ბიომეტრიული პარამეტრით, ანუ ბიომეტრიული ფოტოსურათით შეიქმნება ეს სია, რასაც ძალიან ადრე ვითხოვდით ოპოზიცია და კარგია რომ ეს კეთდება და უნდა გაკეთდეს 2014-ისათვის. მნიშვნელოვანი იქნება ძალიან საარჩევნო სისტემა, რომელიც ყოველთვის იყო ხელისუფლების ხელში, ასე ვთქვათ, იარაღი, რომ მიღებული ხმებისა და მიღებულ მანდატებს შორის ყოფილიყო დიდი ბალანსი მანდატების, დისბალანსი მანდატების რაოდენობის სასარგებლოდ. მაგალითად 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო 56%, მაგრამ საკრებულოებში და საკრებულოში, მაგალითად თბილისში, მან მიიღო ხმების 80%. ანუ სისტემა იყო ისეთი, რომ იღებდი 55-56%, მაგრამ მანდატები იყო 80% და დაახლოებით 25 მინიმუმ 25%-იან დისბალანსი ქმნიდა მახინჯის სისტემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ საარჩევნო სისტემას, რომ აღნიშნული დისბალანსი არ დაფიქსირდეს ისევ და სიტყვაზე 40%-იანმა ასე თქვა წარმატებამ კონკრეტული პარტიისა
უცებ არ მისცეს მას მანდატთა 70%-იანი უპირატესობა და ამით უპირატესობა 4 წლის განმავლობაში კონკრეტულ წარმომადგენლობით ორგანოში ეს გახდება მნიშვნელოვანი ჩვენთვის ერთის მხრივ თუ იქნა მაჟორიტარული ოლქები ოლქების თანაბრობა თუ არ იქნა მაჟორიტარული ოლქები მაშინ უпроსორე თუ იქნა მაჟორიტარული ოლქები მაშინ მაჟორიტარების პირველ ტურში გამარჯვების ბარიერი მოგეხსენებათ რომ დღეს არის 30%-იანი როგორც პარლამენტში ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთ სიტყვით საარჩევნო სისტემა იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი ყურადღების საგანი. მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის თემა. იმიტომ რომ წელს მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნები უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში არის მხოლოდ 2 პოლიტიკური ძალა წარმოდგენილი. 23 კანდიდატი კი არის, მაგრამ პოლიტიკური ძალა არბიტრში, რასაც წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაცია, არის მხოლოდ 2 პოლიტიკური ძალისა, რაც თავისთავად არის არასამართლიანი და ამ თვალსაზრისით გვექნება აქტივობები და ზოგადი თანაბრობა წინა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის მედიაში, მათ შორის რესურსების გამოყენებაში და ასე შემდეგ გახდება ჩვენი აქტიური მსჯელობის და აქტიური განხილვის და აქტიური ჩართულობის საგანი 2014 წლის არჩევნებისათვის, რაც ვფიქრობ, რომ უნდა გახდეს და გახდება გარკვეული საწინდარი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა. და ბოლოს ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ქვეყანაში. მე პირადად ვერ ვიქნები ამ თვალსაზრისით ორიგინალური. მე პირადად მიმაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სახელმწიფო ცხოვრებაში საშინაო პოლიტიკის კუთხით. იმიტომ რომ ყველაფერი ის პრობლემები, ყველა ის პრობლემა, რაც აწუხებს უშუალოდ დღეს ჩვენს მოქალაქეს, დაწყებული უმუშევრობიდან, გაგრძელებული პენსიებით თუ სოციალური და უშუალოდ უზრუნველყოფით, გაგრძელებული კომუნალური გადასახადებით, გაგრძელებული ყოფადი პრობლემები დაუშვათ ეს იქნება ტრანსპორტი თუ ეს იქნება დაუშვათ დასუფთავება თუ ასე შემდეგ, გაგრძელებული განათლების თემი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის კომპეტენცია თვითმმართველობის არაფერ შუაში, ამ ყველაფერთან მიმართებაში არ არის ცენტრალური ხელისუფლება. მე ფედერალურ გადასახადებს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე მე მესმის, რომ საზოგადოებას აინტერესებს საგარეო პოლიტიკა, საზოგადოებას აინტერესებს უსაფრთხოების საკითხები აქედან გამომდინარე, მაგრამ გაცილებით რაც აინტერესებს საზოგადოებას ის თავმოყრილია ადგილობრივ თვითმმართველობაში, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ ინფორმაციის მიტანა საზოგადოებამდე და აქედან გამომდინარე მათი გააქტიურება, როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე უშუალოდ არჩევნების დროს. უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება 2014 წლის არჩევნებისათვის დაბალანსებული ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის და ამის საშუალებას შექმნის ეს ასე ვთქვათ ორპოლუსიანი თუ ესეთი გაყოფილი პოლარიზებული პოლიტიკური საზოგადოების უკვე აღარ არსებობა იმ მიზეზის გამო, რაც უკვე გითხარით, რომ 2 პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ფაქტიურად ქმნიდა ამ პოლუსებს, იწევა გვერდზე სახელმწიფო პოლიტიკიდან და ესეც ბუნებრივია, ეს დაბალანსებული ადგილობრივი ხელისუფლების შექმნაც არის მნიშვნელოვანი 2014 წლის არჩევნებისათვის და ესეც გაზრდის ასე ვთქვათ ინტერესს როგორც საზოგადოებრივს და მოქალაქეობრივს, ასევე პოლიტიკურს. და ბოლოს ზოგადი დეცენტრალიზაცია. დეცენტრალიზაცია არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ ერთ ხელში, ერთი ადამიანის, ერთი პარტიის ხელში კონცენტრირებულმა ხელისუფლებამ სადამდე მიიყვანა საქართველო და მიიყვანა არაერთხელ. წინა ხელისუფლების დროს, იმის წინა ხელისუფლების დროს, კიდე იმის წინა ხელისუფლების დროს და ასე შემდეგ. კონფლიქტები, რაც ხელისუფლების შეცვლის დროს მწიფდება საზოგადოებაში, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმ კონცენტრირებული ხელისუფლებით, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობს ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი თუ პიროვნება. ამ თვალსაზრისითაც იქნება მნიშვნელოვანი 2014 წლის არჩევნები და ეს არის ხვალე ქართული პოლიტიკისა, რომელშიდაც აქტიურად ბუნებრივია ვართ და კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთვებით ახალი მემარჯვენეები, რომელიც არის ჩვენი ძირითადი სამიზნე ხვალდაზე, დანარჩენზე უკვე ალბათ ვისაუბროთ, რამდენად იყო სწორი ჩემი შეფასებები, რამდენად ასე ვთქვათ დაეთანხმება ამას საზოგადოება, ამაზე უფრო ალბათ გაადვილდება მსჯელობა საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისა და უახლოესი თვეების შემდეგ. თუ კითხვა არ გაქვთ, მოვრჩები.